გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხანძარს ერთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ცეცხლი რკინიგზის სადგურის შენობაში გაჩნდა. დაღუპული სავარაუდო დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ამ დროისთვის ხანძრის გამოწვევი მიზეზები უცნობია, ადგილზე მუშაობდა პოლიცია. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ვინ გარდაიცვალა რამდენი დაცვის თანამშრომელი. რამდენი წლის იყო დაახლოებით? პენსიონერი კაცი იყო. და რითი გარდაიცვალა, რა მოხდა? ხანძარი. არ ვიცი და რა ეძინა თუ ვერ გეტყვით, მე გამომიძახეს და მოვედი. არაფერი არ შიგნით, არაფერი არ ვიცი, სხვა. გამომიძახეს და მოვედი. არა, დაცვის თანამშრომელი იყო. ხნის კაცი იყო და ორბის თანამშრომელია. აქ დაცვაზე მუშაობდა ამ სადგურზე დაიღო. როგორ გარდაიცვალა? აბა რა ვიცი როგორ გარდაიცვალა. დაიწვა როგორი ინფორმაციაც არის გავრცელებული თუ თქვენ რა იცით რა ინფორმაციას მოგეთ? რაც სხვა მისის ის მე ვიცი, კაცი ბული იყო შენობაში სავარაუდო საერთაშორისო არ ვიცი. რამდენი წლის იყო ხომ არ იცით? ალბათ 65-66, ალბათ, სულ არ ვიცი, ვერ